ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შტატებთან გარიგება სურს და რომ ამ საკითხზე სხვაგვარი დამოკიდებულება ისლამური რესპუბლიკის მხრიდან უგუნურება იქნებოდა. მანვე თქვა ისიც, რომ არ იცის, არის თუ არა შესაძლებელი ირანის რეჟიმთან იმგვარი შეთანხმების დადება, რომელიც რეალურად შესრულდება და ხანგრძლივი იქნება. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ისლამურ რესპუბლიკაში შტატებთან შეთანხმების დადების სურვილი არსებობს. როგორც იცით, ახლა ირანისკენ უზარმაზარი ფლოტილია მიემართება. ნახოთ რა მოხდება. გონია რომ მათ შეთანხმების დადება სურთ. ფიქრობ ასე რომ არ იყოს ეს მათი მხრიდან უგუნურება იქნებოდა. წინაჯერზე ბირთვული შესაძლებლობები გაუნადგურეთ. ნახავთ კიდევ თუ გაუნადგურებთ რამეს. ფიქრობთ, რომ ოდესმე ირანის ამჟამინდელ რეჟიმთან დადებულ შეთანხმებას რეალური შედეგი ექნება? მართლა არ ვიცი. თუმცა ვიცი ერთი რამ, მათ შეთანხმების დადება სურთ. სხვას არ ელაპარაკებიან, მაგრამ ჩემთან საუბრობენ. იცით, ეს კარგი კითხვაა. ბევრი ამბობს, რომ არა. მე კი ვიტყოდი, რომ შეთანხმების დადება მირჩევნია. ეს კარგი შეთანხმება უნდა იყოს. არავითარი ბირთვული იარაღი, არავითარი რაკეტები, არც ეს, არც ის. მაგრამ ზოგიერთი ის ადარდებს, რომ ისინი ჩვენს მიმართ იყვნენ წლების განმავლობაში ძალიან არაკეთილსინდისიერები. ხომ ასეა? ძალიან არაკეთილსინდისიერები. რაც ობამამ და ბაიდენმა გააკეთეს, ფაქტობრივად მონსტრის შექმნა საშინელება იყო. ირანის ბირთვული შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე სულელური შეთანხმება იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. პარალელურად თეირანში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა ირანელი ერის ინტერესების უზრუნველყოფაა საერთაშორისო ნორმების, გავრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების საფუძველზე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ნებისმიერი მხრიდან მომავალ აგრესიას გამანადგურებელ პასუხს გასცემენ. გუშინ გამართულ ბრიფინგზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა ისიც, რომ ომანის დედაქალაქ მასკატში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული მოლაპარაკებები, მისივე სიტყვებით, მეორე მხარის სერიოზულობის შეფასებისა და იმის გარკვევის შესაძლებლობა იყო, თუ როგორ შეიძლება პროცესის გაგრძელება. მასკატში გასულ პარასკევს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არახჩის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შეხვდნენ. მასკატის შეხვედრა, რომელიც ხანგრძლივი არ ყოფილა და ნახევარ დღეს გაგრძელდა, ჩვენთვის მეორე მხარის სერიოზულობის შეფასებისა და იმის გარკვევის შესაძლებლობა იყო, თუ როგორ შეიძლება პროცესის გაგრძელება. ამიტომ ძირითადად ზოგად საკითხებზე ვისაუბრეთ. ჩვენი პრინციპები მკაფიოა, ჩვენი მოთხოვნა ირანელი ერის ინტერესების უზრუნველყოფაა საერთაშორისო ნორმების, გავრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების საფუძველზე. რაც შეეხება დეტალებს, უნდა დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს დიპლომატიური პროცესი. თქვენ საუბრობთ ისრაელის მხრიდან ირანზე თავდასხმის თეორიაზე, რომელიც მთლიანად შეცვლიდა სურათს. ირანის ისლამური რესპუბლიკა ნებისმიერი მხრიდან სამხედრო აგრესიას გამანადგურებელ პასუხს გასცემს. ასევე წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ზიონისტური რეჟიმის ქმედება ამერიკასთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა. ასე რომ თუ ასეთ ბოროტებას ჩაიდენენ, ირანის პასუხი მათ ამას ანანებს. შეერთებული შტატები ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებას არის მიჩვეული, მაშინ როცა დიპლომატიასა და დიალოგზე საუბრობს, პარალელურად მისივე აღქმით ზეწოლის მექანიზმების გაძლიერებას ცდილობს. თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც საქმე ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეხება, ამ ზეწოლასა და მუქარას არავითარი ეფექტი არ აქვს. ამავდროულად ირანში საპროტესტო აქციებისას დაკავებული არც ერთი პირი არ მოხვდა იმ 2100-ზე მეტ პატიმარს შორის, ვინც აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ შეიწყალა. შეწყალება ისლამური რევოლუციის წლის თავს უკავშირდება. ისლამური რევოლუციის ლიდერი დათანხმდა სასამართლოს თავმჯდომარის სთხოვნას 2108 მსჯავრდებულის შეწყალების, სასჯელის შემსუბუქების ან შეცვლის შესახებ. ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია ისიც, რომ ეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ბრალდებულებსა თუ მსჯავრდებულებს არ ეხებათ. ირანში მასშტაბური პროტესტი ეროვნული ვალუტის კოლაფსის გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო და მოგვიანებით ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. ხელისუფლების მიერ აქციების სასტიკად დარბევას 1000-ობით ადამიანის დაღუპვა და 10,000-ობით ადამიანის დაკავება მოჰყვა.
ეს ირანში ყველაზე სისხლიანი არეულობაა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტო 6964 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს. ევრონიუსის წყაროების თანახმად კი რეალური რიცხვი შესაძლოა 30000-საც აღემატებოდეს. درگیر این مسئله بکنن و اونها هم تو این آشوب‌ها بیان بیرون